მე cent point-ის ბინა ვიყიდე. მეც ვიყიდე. მე საჩუქარი მივიღე. მეც მივიღე საჩუქარი და მანქანაც მოვიგე. ოღონდ არავის არ უთხრა. სარეკლამო კლიპების მიხედვით Centerpoint ჯგუფი ის სამშენებლო კომპანია იყო, რომელიც აშენებდა ყველგან, სწრაფად, იაფად და ხარისხიანად. კეთი დღეს შვილებთან ერთად გირით ცხოვრობს და ერთ-ერთია იმ 6200 დაზარალებულ მენაშენეთაგან, ვით სწორედ სატელევიზიო რეკლამებში გაჟღერებული ხელსაყრელი პირობების გამო წლების მანძილზე ნაგროვები დანაზოგი ხოშარაულის ქუჩაზე ასაშენებელ საცხოვრებელ ბინაში ჩადო. ეს იყო Centerpoint ჯგუფის გრანდიოზული პროექტი ქალაქი ქალაქში, რომლის მშენებლობა 2009 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯერაც არ დაწყებულა. მე ვარ ბიჭვინთიდან. 92 წლიდან ცხოვრობთ თბილისში, რაც ეს არეულობა მოხდა. 2005 წელს, როცა უკვე Centerpoint-ის დამშენებლობების ბუმი იყო და ყველაზე აქტიურ ფაზაში ამ დროს Centerpoint-ი იმყოფებოდა, გადავწყვიტეთ თანხის შეტანა. ახლობელიც მუშაობდა. და გავიგეთ რაღაც რა პირობები იყო და ყველაზე ჩემთვის მისაღები პირობა ის იყო ამ კომპანიაში მისვლის რომ ამათ ქონდათ განვადებები, კვარტალურად ფარავდი ამ თანხას. უბრალოდ ვერ ხვდები ზოგადად რაზე ალაპარაკი. ხო, კარგად იცი რომ აღარ ვიტევით ამ ინგლისში. ვიცი, მაგრამ ესე ერთად ამდენი ფულის გადახდა პროსტა შეუძლებელია ხო ხვდები არ გამოდის ბევრი. შეგიძლიათ თუში ერთხელ გადაიხადო, სამთუში ერთხელ გადაიხადო, ხო, როცა გაწყობს. ხო. და თან თავის ფაში. ყველაზე მაგარი იქნება. და ქონდა რაღაც განრიგი შედგენილი, რომელიც უნდა დაგვეფარო. 2005 წელს ამ კომპანიას დაუდო ხელშეკრულება. და შევიძინეთ HR-ში. არარსებული ბინა, რომელიც ჯერ პროექტიც არ იყო დაპროექტებული. მაშინ არც მიფიქრია თუ რამე ესეთი თაღლითური გზა შეიძლებოდა რომ რაღაც მომხდარიყო ეს თაღლითო. 2005 წლის მერე აი დღემდე ველოდებით. საჩენდება ბილეთის განმოდებით არის Centerpoint ჯგუფმა პროექტების შეჩერება 2008 წელს სოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ომისგან მიყენებული ზიანის არგუმენტით შეწყვიტა. ეს მაშინ, როცა მისი კლიენტების უმეტესობას მშენებლობების საფასური წინასწარ და სრულად ჰქონდა გადახდილი. ყიდებოდა დავუშვათ ბინა მე-12 სართულზე იმ სახლში, იმ კორპუსში, რომელიც საძირკველი ჯერ გათხრილი არ იყო. ამიტომ შეგახსენებ თავიდან თუ ფასწარმოქმნის დროს კვადრატული მეტრი შეფასებული იყო დოლარებში, შემდეგ როდესაც დოლარმა დაიწყო გაუფასურება, შეცვალეს ევროსთი. მაგრამ ფული რაც აღებული იქნა დოლარში, ეს ფული ხო საკმარისი არ იყო შენობის დასამთავრებლად. აი აქ გაჩნდა ეგრეთ წოდებული ფინანსური პირამიდები. როდესაც ძველი ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულება უნდა აიღო. ანუ ვერასრულებ არ ყოფნის ფული დაასრულო შენობა, იწყებ ახლის მშენებლობას და ამისთვის აღებული ფულით ასრულებ ძველს, ბუნებრივია აღარ ყოფნის ამახლისთვის, კიდევ უფრო ახალი უნდა აიღო და ამასაც ნებისმიერ შემთხვევაში მივყავართ კრიზისამდე. 2010 წლის 10 სექტემბერს Centerpoint-ის დამფუძნებლებმა ჯგუფში შემავალი 30 ფირმისა და მათი უძრავ-მოძრავი ქონების მართვა ხელშეკრულების გაფორმებამდე 2 კვირით ადრე შექმნილ კომპანია Dexus 3 წლის ვადით გადააბარეს. Centerpoint ჯგუფის მიერ მენაშენეებთან დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ გამყიდველს მყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირის ჩარევის უფლება არ აქვს. იმის გასარკვევად, რა უფლებით გახდა Dexus-ი Centerpoint ჯგუფში შემავალი ფირმების მმართველი Centerpoint-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს ვახტანგ რჩეულიშვილს დავუკავშირდით. დაზარალებულების იურისტი ბექა ბადრიშვილი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ პირველ ხელშეკრულებაში, რომელიც Centerpoint-მა შეადგინა, ჩადებული იყო ერთ-ერთი პუნქტი, რომლის თანახმად მენაშენეთა წერილობითი დასტურის გარეშე მესამე პირის ჩარევის სამართლებრივი უფლება არ ჰქონდათ. ამაზე რას მეტყვით? მე ერთადერთი შემიძლია თქვა, რომ იურისტები ჩვენს ყავდა, Dexus-ს ყავდა და უნდა თუ რამე ესეთი იყო, ალბათ გაითვალისწინებდნენ. დავინტერესდები აუცილებლად. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხელშეკრულება არ დაგირღვევიათ? მე ფიქრობ, ხელშეკრულება არ დაგირღვევია, მე ფიქრობ, რომ ამ ურთულეს სიტუაციაში ვიპოვეთ ერთ-ერთი გამოსავალი, რომელმაც ყველაზე მეტად დაგვაძარალა ჩვენ პირადად, ჩვენი ოჯახი. მაგრამ ამაზე წავედით იმისათვის, რომ ადამიანებისთვის ბინები დასრულებულიყო. მენაშენებს აინტერესებთ ასეთი რაღაც. სად წავიდა მათ მიერ გადახდილი თანხები? სად წავიდა ეს? მშენებლობაში.
რომელ მშენებლობებში ბატონო ვახტანგ? ყველა მშენებლობაში ერთად. რომელი მშენებლობა იყო დასრულებული 2010 წელს? დასრულება რა შვაში არის? დაუსრულებელი იყო, იმიტომ რომ 10 მშენებლობაში ბოლომდე თანხა არ იყო გადახდილი. ხერხის შემთხვევაში ერთ-ერთი დაზარალებული ამბობს, რომ მას სრულად ჰქონდა თანხა გადახდილი. ხერხის მშენებლობა კი არ არის ხერხის დაწყებული. შემთხვევაში კი არა. უამრავ დაზარალებულს აი მე ვინდა გამოვყოს ხალხი, ვისაც ბოლომდეა გადახდული. არის ეგეთ მდგომარეობაში ხალხს ბოლომდეა გადახდილი, ბინები ვერ მიიღეს და უწინარესად მათ წინაშე უგზავნოთ პასუხისგებლობას ნამდვილად. თუ გრძნობთ პასუხისგებლობას, მაშინ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა ანაზღაუროს პირგასამტეხლო? პირგასამტეხლო პირველი ხელშეკრულების ანაზღაურებამდე მე არ ამგონია რომ საქმე მივიდეს, იმიტომ რომ ყველა მშენებლობა დასრულდება. იურისტების განმარტებით, კომპანიის მმართველის შეცვლა გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ცენტრპოინტ ჯგუფი გაკოტრდებოდა. მცდელობის მიუხედავად სასამართლოს დასკვნა ცენტრპოინტის გაკოტრების შესახებ ვერ მივიღეთ. ასევე ვერ მივიღეთ ხელშეკრულება, რომელიც ამ ორ კომპანიას შორის გაფორმდა. კახა იოსელიანი ასოციაციის წევრია და წელიწადზე მეტია რაც ხოშარაულის ქუჩაზე, მისი მეუღლის სახელზე დარეგისტრირებულ ბინაში ცხოვრობს. აღნიშნული ობიექტი დექსუსის ვებგვერდზე აფხაზეთის სახელითაა მოხსენებული და დასრულებული პროექტების ნუსხაშია შეტანილი. თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით ბინა ექსპლუატაციაში შესული ჯერ კიდევ არ არის. იოსელიანისა და მისი მეზობლის გია გოგავას პრობლემები დექსუსის გამოჩენასთან ერთად დაიწყო. როგორც იოსელიანი და გოგავა განმარტავენ, ახალი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ბინის ექსპლუატაციაში აყვანა არ მოხდება, რაც ავტომატურად მომავალ მესაკუთრედ დარეგისტრირებულ მენაშენეთა საკუთრებაში ბინის გადაცემას გამორიცხავს. დექსუსი დაზარალებულებისაგან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს, რომელიც მათ საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულების 18%-ის გადახდას ავალდებულებს, რაც იოსელიანის შემთხვევაში დამატებით $9,000 ამერიკულ დოლარს, ხოლო გოგავას შემთხვევაში $6,000 გულისხმობს. 80% არის თანახმა არის ჩვენ პირობებზე და ჩვენ აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ვაკეთებთ ამ პროექტის თუ კორპუსის რეაბილიტაციას. რაც შეეხება დანარჩენ 20%-ს, მშენებლობის დაწყების, ასე ვთქვათ, შემდეგ არსებობს სტატისტიკა, რომ ეს 80% ძალიან ჩქარა ადის 95-97%-ზე. ფაქტურად ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ ცენტრპოინტის ჯამში 2-3%-ზე, რომელიც, ასე ვთქვათ, არ არის თანახმა დექსუსის პირობებზე. იურისტების განმარტებით, კანონი ფიზიკურ პირს დამატებითი ღირებულების გადასახადის განათავისუფლებს და იმ ტიპის მოსაკრებელს მიეკუთვნება, რომელსაც ბიუჯეტში მხოლოდ იურიდიული პირი, ანუ კომპანია იხდის. სწორედ ამ კანონით ხელმძღვანელობენ დაზარალებულები, რომლებიც ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს ამბობენ. სამწუხაროდ ის ხალხი, ვინც არ მოაწერს ახალ ხელშეკრულებას ხელს, ანუ არ დაეთანხმება ჩვენ პირობებს, ჩვენ მათთვის იმათ კორპუსის, ან მათი, ასე ვთქვათ, კუთვნილი ფაქტის რეაბილიტაციას ვერ გავაგრძელებთ. ანუ ის დარჩება ისეთ მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც იყო ჩვენს მოსვლამდე. დექსუსი თავაზობს ასეთ რაღაცას, ფართს, რომელიც 20 კვადრატული ნაკლები უნდა აიღო, უნდა დაამატო $18,000 და უნდა წახვიდე დიდ დიღომში. ისიც არის თუ არა, კიდე ესეც გასარკვევია რა. ვითხოვ ჩემს საკუთარ კუთვნილ ფართს, ან ფართი, ან თანხა. იმიტომ რომ თანხითაც ვერაფერს ვერ ვყიდულობ, მაგრამ სულ დაკარგვას კიდევ მირჩევნია, რომ ამათ კიდე მე $20,000 დაუმატო და კიდე ნაკლებ ფართში შევიდე, ეს არის რაღაცა აბსურდი. ანუ მომგებიანია იმათვის და არა ჩემთვის. 24-მდე მენაშენემ გამოსავლის ძებნა სასამართლოში სარჩელის შეტანით სცადა. პროცესის წამოწყებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში ფართის საბაზრო ღირებულების 3%-იც გადაიხადა. სასამართლო მოსარჩელეები დაზარალებულად ცნო და გაამართლა კიდეც, მაგრამ დექსუსის თხოვნის გათვალისწინებით აღსრულება ორჯერ გადაავადა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ამ რეგულაციის დამდგენი ნორმა პირდაპირ არ არსებობს, ცალსახად მეტიც არის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ აღსრულების გადადება, რაც ფაქტობრივად გააკეთა სასამართლომ, იმიტომ რომ 1 წელი გადადო აღსრულება, შეიძლება ერთჯერადად 3 თვემდე ვადით მაქსიმუმ. ერთჯერადად გადაავადა 12 თვით კანონური ძალის შესulis დღიდან და ამის მერე მოხდა საერთოდ ისეთი რაღაცა, რომ აი იანვრის თვეში რომ უნდა დაგვეწყო აღსრულება, ნოემბრის თვის ბოლოს მოვიდა განჩინება, რომ სასამართლომ ყადაღები მოხსნა იმ ქონებას, რომელიც ჩვენ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ჰქონდა თავად სასამართლოს დაყადაღებული, აბსოლუტურად წარმოუდგენელი დასაბუთებით და ამას მოაყოლა ერთ კვირაში განჩინება, რომ აღსრულება იმ დღიდან კიდევ 3 თვით იქნა გადავადებული.
იმის გასარკვევად, თუ რატომ მოხდა აღსრულების ორჯერადი გადავადება, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელს დავუკავშირდით, რომელმაც სატელეფონო საუბარში განგვიმარტა, რომ ოფიციალური განცხადებების გაკეთება სპიკერი მოსამართლის მოვალეობაა და რომ ის კომენტარს მხოლოდ გახმაურებული სასამართლო დავის შესახებ აკეთებს. მისი თქმით, ცენტრპოინტის საკითხი ასეთი ტიპის საქმეს არ განეკუთვნება. თაღლითური გარემოს გამო, რომელიც შექმნა კერვალიშვილმა სასამართლოში და ყველგან ადოს ბლოკი და პროკურატურა საერთოდ იგნორირებას უკეთებს ამ საკითხს. თუნდაც ომბუდსმენი ჩვენ არ გვეხება კერძო დავა. კერძო დავა რას ქვია, როცა აი ამდენი ხალხი ქუჩაშია და უკვე აქ ხალხის უფლებები ირღვევა, ზოგი შიმშილობას იწყებს და ზოგი თავის მოკლით იმუქრება და ნახევარზე მეც სააშკარაოზეც არ გამოაქვს თავისი პრობლემა. მე ძალიან გამიჭირდა ამაზე საუბარი. მეც არ მსიამოვნებს. მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა და დააფიქსიროს პოზიცია. რატო არსდება გამოძიება? გაკოტრებულია ცენტრპოინტი, გაკოტრებული როა ცენტრპოინტი ჯერ უნდა გამოძიება დაიწყოს. სატო გაკოტრა და საწავიდა ამ ხელად მახე მილიონებზეა საუბარი. ხო მე რომ თხოვ ამ ფულს რატო თხოვ კაცო? გამოიძიე რა, ვინ შეჭამა ის ფული? თუ ადამიანს სასახად გადაწყვეტილი აქვს ის რომ მისი ფული უკან დაიბრუნოს და ამ კომპანიასთან თანამშრომლობა აღარ უნდა და არჩენებარის გაგონება აღარ უნდა, მისთვის გამოსავალი არის ის რომ არჩევით მიმართოს სასამართლოს ხელშეკრულება შეწყვეტილად იქნა ცნობილი, თანხის ანაზღაურება კომპანიას კონკრეტულ სუბიექტს დაეკისროს და მან ის ფული აღასრულოს. იქ აღდგება სამართლიანობა, იქ აღსრულდება გადაწყვეტილება და იქ იქნება ის კლიენტი კმაყოფილი. ამ მნიშვნელობით ეხლა ვისაც ესეთი განზრახვა აქვს, ცხადია რომ აი გამოსავალი მდგომარეობს ამაში. თუმცა ეს რამდენად მიიღწევა ცალკეულ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორების გათვალისწინებით, ეს ცალკე თემაა. კომპანია ცენტრპოინტის საქმიანობით სამშენებლო კომპანიის ბაზარზე მუშაობის დროიდან 6200 ოჯახი დაზარალდა და ახლოებით 30000 ადამიანი. ცენტრპოინტის ანგარიშზე მენაშენეებმა 310 მილიონი დოლარი შეიტანეს. ამ კომპანიის კუთვნილი 25 სამშენებლო ობიექტიდან მხოლოდ 7-ის მშენებლობა დასრულდა. 2012 წლამდე სასამართლოს მიმართა 24-მა დაზარალებულმა. პროცესი ყველა მათგანმა მოიგო, თუმცა დღემდე აღსრულება ვერ ხორციელდება. დექსუსის მმართველობიდან წელიწად ნახევარი გავიდა. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული წლიური ანგარიშის მიხედვით 8 ობიექტი უკვე დასრულდა. 23 კორპუსზე მშენებლობა განახლდა და 1745 მომხმარებლის წინაშე აღებული ვალდებულებაც შესრულდა. ამ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით თბილისის მასშტაბით არსებულ მშენებლობებს მივაკითხეთ. რამდენიმე ობიექტზე 10-ოდე მუშა მართლაც აღმოვაჩინეთ. გაირკვა, რომ პროექტების გარკვეული ნაწილი, რომელსაც დასრულებულთა ჩამონათვალში ნახავთ, ექსპლუატაციაში შესული ჯერ არ არის. დანარჩენი ნაგებობები კი მხოლოდ ფასადით გავს აშენებულს. მათ შორისაა სავაჭრო ცენტრი, რომელსაც კინოს სახელით მოიხსენებენ. ერთი შეხედვით სრულყოფილ შენობას შიგნიდან კედლებიც კი არ აქვს და ასე გამოიყურება. საქართველოში ოფიციალურად არც ერთი სამშენებლო კომპანია არ გაკოტრებულა. არასამთავრობო სექტორის მონაცემებით დეველოპერული კომპანიების წყალობით დაზარალებულია 23-დან 25000-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი, მინიმუმ 150000 ადამიანი.